ბერძნულ მითოლოგიაში არის ასეთი პერსონაჟი, პერსეფონე, რომელიც ქვესკნელის მეფემ ჰადესმა მოიტაცა და მიცვალებულთა სამეფოში დაატყვევა. პერსეფონეს დედა, ნაყოფიერების ქალღმერთი დემეტრა, მთელ დედამიწაზე ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. დაჭკნა მოსავალი, გაჩნდა შიმშილი და სიღარიბე, თუმცა პერსეფონე არსად ჩანდა. ღმერთებმა ჰადესს მისი ცოცხალთა სამყაროში დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ ჰადესმა ვერაგ ხერხს მიმართა. მან პერსეფონეს ბროწეულის 6 მარცვალი აჭამა, რითაც საბოლოოდ მიაჯაჭვა ქვესკნელს, ვინც აჩრდილთა სამეფოს ნაყოფს იგემებს, ორ სამყაროს შორის გამოკეტილი რჩება. ყველა ვიცნობთ პერსეფონეს, ემიგრანტ ქალს, რომელსაც მძიმე შრომამ აგემა ბროწეულის მარცვლები და საბოლოოდ მიაჯაჭვა სახლისგან 1000-ობით კილომეტრით მოშორებულ მიწას. ამ პოდკასტში ვყვები ამბებს ემიგრანტ ქალებზე, რომლებმაც ცხოვრება სხვა ადამიანებს მიუძღვნეს. ქალებზე, რომლებიც უცხო მიწიდან ზრუნავენ საკუთარ ოჯახებზე. მე თამუნა ჩქარეული ვარ. ეს კი პროექტ 64-ის პოდკასტია. ბროწეულის მარცვლები. მარცვალი მეხუთე. მექსიკით, ამერიკაში. მადრიდის აეროპორტში ერთი ჩვეულებრივი დღეა. ხალხი მიდი-მოდის, რიგებში დგება, პარკს მიაგორებს. ყველას ხელში პასპორტი აქვს ჩაბღაუჭებული. შენს ქართულ პასპორტს ღიმილით აწვდი რისის რეგისტრაციის აგენტს. როგორც ტურისტი, რომელმაც ესპანეთი მოინახულა და კმაყოფილი სახლში ბრუნდება. ესეც ჩასხდომის ბარათი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ჩეკინს გადიხარ ქართული პასპორტით და ეუბნები რომ მიდიხარ შენ ქვეყანაში ბრუნდები. მაგრამ რაც უფრო ახლოვდები უსაფრთხოების შემოწმებას, მით უფრო სწრაფად გიცემს გული. მაღალწელიან საცვლებში, სხეულთან ახლოს, ყალბი დოკუმენტი გაქვს შენახული. უცნობი, დიდი ალბათობით მკვდარი ადამიანის პასპორტი. შენი ფოტოთი. ამ მეორე პასპორტს მოგვიანებით დაუბრუნდებით. აი დაცვა განიშნებს, ხელები მაღლა აწიეო. ლოცულობ რომ გაგატარონ და წარმოგიდგენია რომ ახლა დეტექტორი დაიკივლებს და ხელთათმანებიანი დაცვის თანამშრომელი მთელ სხეულს შეგიმოწმებს და აუცილებლად იპოვის აი იმ პასპორტს გუშინ მადრიდის პარკში უცნობმა კაცმა რომ გადმოგცა და უკვალოდ გაქრა. და მერე როგორ უნდა აუხსნა რა ხდება. ეს ხელი რო გაქვს გაშლილი და ეს პოლიცია რო როგორც ხდება შემოწმება აეროპორტებში და ესე პოლიცია რო გამოწმებს და აი წარმოიდგინე რომ ხელი მოუხდეს ესე ამ პასპორტებთან რა მოხდება შემდეგ. მაგრამ სანამ გონება მაგ საშინელ სცენარებს გიხატავს, თავის დაკვირით განიშნებენ გაიარეო. აქაც არაფერი მოხდა. აი მეორე პასპორტის დროც მოვიდა. ტუალეტში შედიხარ, კაბინაში იკეტები და გაუფლიო ტანზე აკრულ სლოვაკეთის პასპორტს იღებ. სურათს უყურებ და რამდენჯერმე გონებაში თავდაჯერებით იმეორებ უცხო სახელს. შენს დროებით სახელს. მარია კმეცოვა. სლოვაკეთი გოგონა იყო. მაგრამ ჩემი სურათი იყო, რა თქმა უნდა, პასპორტში. ქვეყნიდან გასვლა შესვლის ბეჭდებით, ანუ ეს ადამიანი ვიღაც მოგზაურობდა ძალიან ბევრს. დროა ქართული პასპორტი დამალო. ძალიან დიდი ხნით. და აი გეითიც. თბილისის კი არა, კანკუნის. გარშემო ხალხს ათვალიერებ. აქედან ვიღაცეები ლაჟვარდოვან სანაპიროზე შვებულების გასატარებლად მიდიან. სხვები კი ღამე, კრიმინალების თანხლებით უდაბნოში. სანატრევ კედლამდე ივლიან. შენს ერთ-ერთი მათგანი ხარ. ჩასხდომის დროა. რიგში დგები. აი ის მომენტი, რაშიც ვარჯიშობდი. სხვისი პასპორტის ბუნებრივად გაწოდება. ის სამიოდე წამი, როცა გამცილებელი სახეში გიყურებს. ბორტზე ადიხარ და გულისცემა ყურებში გესმის. კიდურები გიცივდება. მაგრამ სახეზე ისევ ის ღიმილი გაქვს შეყინული. სულ ცოტაც და ჰაერში იქნები. მაგრამ აფრენამდე ყველა ხმამაღალ წამოძახელზე გონია რომ შენ გეწებენ, რომ მოვლენ და წაგიყვანენ. და ის 1000-ობით დოლარიც ტყუილად გადაყარე. გულში აჩქარებ ბორტგამცილებლებს, რომლებიც რუტინულად გიხსნიან რა უნდა გააკეთო კატასტროფის შემთხვევაში. ოღონდაც იქამდე აუფრინდეთ, სანამ თბილისის რეისიდან ძებნას დამიწყებენო. ფიქრობ და ამ დროს
თვითმფრინავის ძრავების ხმა გესმის. აქედან ნახევარ საათში უკვე ოკეანის თავზე იქნები. უკან მიტოვებულ აეროპორტში კი ამაოდ გაიმეორებენ შენს სახელს. გთხოვთ, დაუყოვნებლივ გამოცხადდეთ თბილისის რეისზე. აი, ამ სქემით მიდიან მექსიკაში ქართველი ემიგრანტები და ასე წავიდა ნინო 2022 წელს. მე მხოლოდ მის სახელს გამოვიყენებ გვარის გარეშე. სულ დამიჯდა აქ მოხვედრა $17,000 ან $18,000 ზუსტად არ მახსოვს. ეს ადამიანი თხოვდა პასპორტში $3,000 და მე უნდა გადამეხადა ევროპაში, მექსიკაში სასტუმროების საფასური. იმდენად აღარ მინდოდა უკვე საქართველოში ცხოვრება, რომ მეყო ამის გამბედაობა და ვიძახი კიდევაც ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან, რომ აი აეროპორტებში რომ დავდიოდი თავი მეგონა ფილმში. ყალბი პასპორტის ვარიანტი ამ ეპიზოდზე მუშაობისას ყველაზე ხშირად შემხვედრია. რა თქმა უნდა, უამრავი სხვა სქემაც არსებობს. მაგალითად, ნიკარაგუა, გვატემალა, ჰონდურასის ფათერაკებით სავსე გზა. როცა ხან ჯანგიანი ტივით ჯუნგლებში მდინარეზე გადადიხარ, ხან გადამყვანებს მოტოციკლეტით მიყავხარ. და ხანაც კორუმპირებული სამხედროები ავტომატის დამიზნებით გაჩერებენ, სანამ რამდენიმე ასეულ დოლარს არ მისცემ. გადიხარ ცენტრალური ამერიკის ყველაზე უბედურ და ღარიბ ქვეყნებს. 4 ბოძზე ჩამოცმული ზეწრის ქვეშ გძინავს და მხოლოდ იმას ნატრულობ, რომ საზღვრამდე მთელი მიგიყვანონ. არსებობს პოლონეთში გაკეთებული სამუშაო ვიზები. არსებობს კოლუმბიიდან წყლით გადასვლა მექსიკაში. როგორც არ უნდა იყოს, შენი სიცოცხლე და ფული მთელი ეს გზა გადამყვანის ხელშია. ყველაფერი უნდა აიტანო, სანამ კედლის ნაპრალში არ შეძვრები, თავისუფლების მიწაზე. მაგრამ არც გადამყვანებს აწყობთ, გადაგაგდონ. ასე ხომ ბიზნესი ჩაეშლებათ. ხანდახან უბედურება ხდება. იგივე წელს, რაც ნინო გადავიდა, გადამყვანების დაუდევრობით ტრაილერში 60 მიგრანტი დაიხრჩო. შარშან კი კარტელმა ქართველების ჯგუფი გაიტაცა. სანამ გამოსასყიდი არ გადაურიცხეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ახლა ყველა ეს სქემა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარი ისეთი მეგობრული აღარაა, როგორც თუნდაც ნახევარი წლის წინ იყო. ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სტატისტიკით, გასულ ივნის მექსიკის საზღვარზე მხოლოდ და მხოლოდ 6,000 დაკავება განხორციელდა. დეკემბერში კი ეს რიცხვი 250,000 იყო. 2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტ ტრამპის გენერალური ბრძანებით მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნით ჩაბარება შეჩერდა. 2 ივლისს მოსამართლემ ეს ბრძანება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და დაბლოკა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ასე თუ ისე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მექსიკით გადასვლა გართულებულია. ერთის მხრივ საუბარი ათასობით მიგრანტზეა. თავშესაფრის და უკეთესი ცხოვრების მაძიებლებზე. მეორეს მხრივ, ადამიანების გადაყვანის უზარმაზარ ბიზნესზე, რომელიც წლებია კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს. მე როდესაც ჩავფრინდით მექსიკაში, იქაც რაღაც ისე შემოგხვედეს ეჭვის თვალით, წაიღეს ჩვენი პასპორტები შესამოწმებლად, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც მივხვდი, შემდეგ უკვე იქში და სამზარეულოში ციციან ვინ ხარ, რა ხარ, რატო გადადიხარ, ფულიც გადახდილია და უპრობლემოდ გაგვიშვეს. მექსიკის საზღვარზე კორუფციის პრობლემა მუდმივად დგას. 2 წლის წინ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც მექსიკურმა მედიამ ენმასმა ჩაატარა, ჟურნალისტი სასაზღვროს ყოფილ თანამშრომლებს გაესაუბრა, რომლებიც ყვებოდნენ, როგორ აფრთხილებდნენ წინასწარ ცხელი რეისის ჩამოსვლის შესახებ და უგზავნიდნენ პასპორტის ფოტოებსა და ადამიანების აღწერილობას, ვინც ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა გაეტარებინათ. ერთ-ერთმა მესაზღვრემ დღეში 15 გატარებაში $2,500 გამოიმუშავა, თუმცა ისინი, ვინც რიგით მესაზღვრეებს დავალებებს აძლევენ, გაცილებით მეტ თანხას იღებენ. ბიზნესს თითქოს ბევრი აგენტი ყავს, მაგრამ სინამდვილეში ისინი 1-2 ადამიანს ემორჩილებიან, რომლებიც რეგიონს განაგებენ. რამდენიმე ცნობილი გადამყვანის ნომერი ტელეგრამ ჯგუფებში ცირკულირებს. მათ კი თავიანთი ზემდგომები ყავთ. მექსიკაშიც ყველამ ყველაფერი იცის. კარტელმაც და პოლიციამაც.
შემდეგ იყო ესეთი მომენტი, რომ პოლიციამ გაგვაჩერა უკვე საზღვართან რომ მივდიოდით და პოლიციამაც იცოდა ვინ ვიყავით, რატომაც ვიყავით იქ და სადაც მივდიოდით და როცა იციან რომ ესე გვეშინია ესეთი დაძაბულობა და იციან რომ ყველაფერს გააკეთებ რომ მალე გააღწიო თავი ამ ადგილს, პოლიციამ მოგთხოვა გარკვეული თანხა რომ გავეშვით. რა თქმა უნდა გადაუხადეთ თანხა. ნინო ორ თანამგზავრთან ერთად იყო, ერთმანეთი გზაში გაიცნეს. სულ 3 წავედით, მაგრამ იმ გადამყვანს კიდე ყავდა 3 ადამიანი, იყო ცალ-ცალკე გამოგვიშვა იმ 3 ადამიანს საერთოდ არ ვიცნობთ, მე გზაში გავიცანით. ერთ-ერთი იყო პოლიციელი და ისიც გაურბოდა რეჟიმს, იყო მოქმედი პოლიციელი, ნუ მოკლედ და როდესაც უკვე ამერიკაში შემოვიდა დარეკა და უთხრა, რომ გამზადებული ქონდა როგორც მახსოვს უკვე წერილი გათავისუფლების შესახებ. და როდესაც შემოვიდა ამერიკაში, თავის ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ უკვე გადაეცა ეს წერილი იმის თავისი უფროსისთვის, რომ აპირებდა სამსახურის დატოვებას. მანამდე არავინ არ იცოდა, ყველას ეგონა, რომ იყო უბრალოდ ჩვეულებაში. გადამყვანები პატარ-პატარა ჯგუფებს მწყემსავენ ხოლმე და საბოლოოდ მექსიკური სასტუმროებიდან ყველას ერთიანად შეყრიან ლეგენდარულ ქოხში, რომელიც კედლის წინა გაჩერებაა. ბოლო წლების განმავლობაში რამდენ გადასულსაც ველაპარაკე, ყველა ძრწოლით იხსენებს ქოხს. თვითონ იმ ქოხში ვიყავით ძალიან ბევრი ქართველი, უკვე იქ რო შევიკრიბეთ, მე სხვადასხვა გადამყვანების მხრიდან ვიყავით მგონი 47 ქართველი. მხოლოდ ქართველები არა იქ იყვნენ კიდევ ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები და დროებით შეჩერდა ესე გადაყვანები და დავყავით იქ დაახლოებით 28 საათი იმ ქოხში. და ისეთ საშინელი სიტუაცია იყო, რომ აი ვერ ვიგებდი გული მიმდიოდა თუ მეძინებოდა ყოველ ფუძუჩი ერთხელ ვითიშებოდი მარტო მე არა ყველა იმიტომ რომ აუტანელი სიცხე იყო და უკვე ვეხუწებოდით რომ აღარ გვინდოდა აღარც ამერიკაში წასვლა და არაფერი ოღონდ იქიდან თავი დაგვეღწია და წამოსულიყავით. ნინომ ქოხის ფოტოები ჩამიყარა. პატარა სივრცე, შიშველი კედლები, ფიცრებს საღებავი ძვრება. დასიწყულ ხალხს თავი ხელებში აქვს ჩარგული. ბევრი მზეზე დამწვარია. ეტყობა ამაზე აღარც ფიქრობენ. პატარა საკურთხევლიდან ამ ყველაფერს სევდიანად შეყურებს ხელებდაკრეფილი მარია გვადალუპეს ქანდაკება. ერთ-ერთ ფოტოზე უამრავ ფეხს შორის ხედავ წყლის 5 ლიტრიან ბიდონს. ესეთი რაღაც მოხდა, არ გქონდა წყალი და ვთხარით, რომ ამ მექსიკელს მოეტანა წყალი. 47 ქართველი ვიყავით, ავაგროვეთ თანხა, მივეცით ალბათ ამ მექსიკელს, არ ვიცი, $800 პირობითად, რომ მოეტანა წყალი ყველასთვის. და მოიტანა 5 ლიტრიანი წყალი თუ 3 ლიტრიანი ბალონი. და ეს არც შიქებით არაფერი, ახლა ეს ერთი ცალი წყალი ვის უნდა დაგველია, ხო და ბიჭები ძალიან გაბრაზდნენ ამ ფაქტის გამო და მოხდა რაღაც კონფლიქტი და ეს მექსიკელი იყო მართლა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ საერთოდ ვერ იგებდა რას აკეთებდა რომ მიხვდა რომ ეს ამ ქართველებთან არ გაავიდო და ეს ფულის მოტეხვა ასე ვთქვათ მე ვითომ პატივისცემის მიზნით თქვენ ნახეთო ეხლა რას ვიზავო ბიჭებო ეხლა რაღაცას მოგიტანთო ეგრე უთხრა და მოიტანა მართლა არ ვამეტებ 1 ტომარა მარიხუანა რომ ვითომ გაერთეთო რა ეს მოუტანა ამ თვითონ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა იგულავეთო ნუ მოკლედ და ამათ რა იმარიხუენებოდათ ეხლა ხალხი ესეთ დღეში იყო წყალი არ გქონდა და ამ ადამიანმა ასეთი მდგომარეობით გადაგვიყვანა მე ამერიკაში წარმოიდგინეთ წყალში ეს მოყვებოდა. ეს ვიდეოც ვნახე. ჯგუფი კედელს მუხლამდე წყალში მიუყვება, სანამ ცარიელ ადგილს მიადგებიან. კედელს, რომელიც სინამდვილეში უფრო ხობეა, ამერიკის მხრიდან პროჟექტორების ყვითელი სინათლე ანათებს. მანამდე ცოტა ხნით ადრე გადამყვანებმა მოითხოვეს ყალბი პასპორტები დაეხიათ. დავხიეთ ეს პასპორტები, გავანადგურეთ ასე ვთქვათ და უკვე ამერიკაში შემოვედით ქართული პასპორტით. აქედან ნინოსთვის ყველაფერი შედარებით მარტივი იყო. ის არც ციხეზე არ გადაუყვანიათ, არც დღეობით გაჩერება მოუწია ეგრეთ წოდებულ დეთენშენში. ნინო ამბობს, რომ სასაზღვრო პოლიცია ჯგუფს თბილად შეხვდა და რომ ქართველი გოგოები საერთო სივრცეში ასობით მიგრანტთან კი არა,
ცალკე დააწვინეს. 2 დღე პროტეინ ბარებზე და ვაშლის წვენზე გაატარა, სანამ მის გვარს გამოიძახებდნენ. მერე საბუთები შეავსებინეს. ერთჯერადე კბილის ჯაგრისი აჩუქეს და არიზონადან ნიუ-ჯერსიში გაამგზავრეს. არანაირი გეგმა არ მქონდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ უმეტესობა ქართველების მუშაობს ქიარგივერად, ანუ დამხმარედ ოჯახებში. თუ დააკვირდით, ყველა ისტორიაში ემიგრანტები ავალბედზე მიდიან ქვეყნიდან. ხშირად საშიშ გზას გადიან და იმედის გარდა არაფერი ამოძრავებთ. ანუ იმდენად ჩაქნეული აქვთ ხელი საქართველოზე, რომ ურჩევნიათ სრულიად უცხო გარემოში სცადონ ბედი. ნინო გორელია. წასვლამდე თბილისში იურისტად მუშაობდა. თავს არ გრძნობდი დასულად. მუშაობდი, დღეს შეიძლება მე მუშავა კომპიუტერთან დამეწყო დილის 8 საათს და ღამის 2 საათამდე ჯდარიყავი და მე მუშავა და იყო ხელფასი, რაც იყო ძალიან დაბალი. და აქ არ ვიცი, მე ჯერჯერობით უსამართლობას არ წავწყდომი ვარ, რასაც ვაკეთებ, იმის პროპორციულ ანაზღაურებასაც ვიღებ. ახალი ცხოვრება ხანდახან ისეთ რამეებს გაიძულებს, ადრე რომ ვერც იფიქრებდი. მაგალითად, მოხუცების მოვლით დაღლილმა ნინომ გადაწყვიტა ტრაილერის მძღოლობაში ეცადა ბედი. ეს სამსახური კიდევ უფრო სტრესული აღმოჩნდა. სულ იმაზე ნერვიულობდა, რომ ტვირთის ჩატანა დააგვიანდებოდა და კომპანია დაჯარიმდებოდა. მაგ სამსახურმა ნინო იქ დააბრუნა, საიდანაც შემოვიდა, არიზონაში. საჭეს მიჯაჭვული ფანჯრიდან გაყურებდა სონორას უდაბნოს უზარმაზარ კაქტუსებს. ამერიკაში შემოსვლა ჩემთან ასოცირდება კაქტუსებთან, იმიტომ რომ არიზონაში შემოვედი. არიზონიდან დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება და ესე რომ ვიყურებოდი ეს ავტობუსის ფანჯრებიდან აეროპორტში სანამ მივედით, იყო მხოლოდ კაქტუსები, ანუ უზარმაზარი კაქტუსები, არ ვიცი 4-5 მეტრიანი კაქტუსები და ესე ვიყურებდი, ხა არ მქონდა ესეთი რაღაც განახი პირადად, ანუ მხოლოდ ფილმებიდან მქონდა ნახი და Breaking Bad მქონდა მანამდე ნახი, თუ იცით სერიალი რო არის და ზუსტად ეგეთი შემდეგ დავბრუნდი ტრაილერით არიზონაშიც მქონდა მოკლედ ტვირთის ჩასატანი და ესე რომ უყურებდი ამ იმას, ეს კი რაღაც ემოციებს იწვევდა ჩემში, მაგრამ მაინც არ ვიყავ ბედნიერი, რადგან ტრაილერით ვიყავ, ალბათ სამგზავროდ რო წავალ კიდე იქით, მე უფრო კარგად ვიგრძნობ თავს. ერთ-ერთ ქართველ ემიგრანტს, ვინც ახლა კურიერად მუშაობს, ჩემთვის ასეთი ფრაზა აქვს ნათქვამი. ამერიკაში ასეა, ერთი დღე არ მუშაობ, ერთი დღე არ ჭამ. მომვლელები, კურიერები, ტაქსის მძღოლები, ხალხი, რომელიც დროებითი საბუთებითა და არანორმალური გრაფიკით მუშაობს. ამერიკის იდეურ საწყისთან საკმაოდ ახლოსაა. ისტორიულად ადამიანები აქ იმისთვის ჩამოდიოდნენ, რომ უცნობ მიწაზე თავიდან დაეწყოთ ცხოვრება. დღეს ბევრი კამათია იმაზე, რას ნიშნავს იყო ამერიკელი და ვინ იმსახურებს მაგ წოდებას. ამერიკელის თვითონ აქ მოქალაქის თვალით რო უყურო არ არის ადვილი და არ არის კარგი ესე ჩვენაირების ამ დოზით შემოსვლა, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა კრიმინალიც, რა თქმა უნდა, ხო? ამერიკაში და ამათი გადახდილი ტაქსებით ხდებოდა, ტაქსები ანუ გადასახადებით ხდება ამ ჩვენაირი ადამიანების დაფინანსება პირობითად რაღაც ხო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ხამდენი ხალხი შემოდინება ქვეყანაში. მე ვისაც ვიცნობ ამერიკელს, ბედნიერი არავინ არ იყო ამ ბაიდენის ამ გადაწყვეტილებით. ტრამპის ხისტი საემიგრაციო პოლიტიკა ქართველი ემიგრანტების ჯგუფებსაც დაეტყო. პოსტები გაცილებით ნაკლები და უიმედოა. პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს, რომელსაც ამერიკაში აის ეძახიან, არნახული თავისუფლება მიანიჭა. ემიგრანტების დეპორტაცია თითქმის ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ და ხანდახან საკუთარ ქვეყანაში კი არა, ელ-სალვადორის ციხეში. მოკლედ, ვინც უკვე იქ არის, დეპორტაციის ეშინია. ვინც აქედან გეგმავდა წასვლას, ახლა კანადაში აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას. როგორც ჩანს, ეს ემიგრაციის ახალი დიდი მიმართულებაა. ნინოს უნდა ოდესმე სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერის საქმე შეისწავლოს. მაგრამ კოლეჯი ძვირიჯდება და ჯერჯერობით ეს ოცნება შორსაა. ფულს საქართველოში აგზავნის, სადაც 12 წლის შვილი ბებია ბაბუასთან იზრდება. სანამ ამერიკაში წამოვიდოდი, მეუღლესთან დაშორებული ვიყავი 3-4 წელი და ჩემი შვილი ყოველ შაბათ კვირას მთელ ზაფხულს ატარებდა გორში. მე ცხოვრობდი თბილისში.
გორში ატარებდა ჩემი მეუღლის მშობლებთან და ძალიან უყვარდა იქ ყოფნა და არ იყო ჩემზე მოჯაჭვული. თავიდან რამდენჯერმე უხსენე რომ მინდოდა სადღაც წასვლა და ასე ვფიქრობ რომ აი მაინც არ დაიჯერა. იმიტომ რომ ეს ისე უცბად გადავწყვიტე ეს ყველაფერი, რომ აი დაუჯერებელი იყო თითქმის ყველასთვის და ბოლოს ისე მოხდა, რომ არ უთხარი რომ მოვდიოდი, ზაფხულის პერიოდი იყო, ბავშვი იყო ბებოსთან და პაპასთან გორში. ტელეფონით ველაპარაკებოდი, მაგრამ აი ხა არ იცოდა მესად ვიყავი, არ ვეუბნეოდი და ამერიკაში როდესაც ჩამოვედი და გადმოვლახე საზღვარი, უთხარი რომ მე უკვე ამერიკაში ვიყავი და არ ვიცი თვითონ ბავშვის განცდებით ჩემთან არაფერი გამოუხატავს ძალიან დიდი ემოცია და რაღაც, მაგრამ შემდეგ თვითონ რა განიცადა ეგ არ ვიცი, მაგრამ ძალიანაც არ გასჭირვებია ჩემი აქ წამოსვლა, რადგან როგორც გითხარით, ძალიან კარგად გრძნობ თავს ბებოსთან და პაპასთან და ცოტა მარტივი იყო ამ კუთხით ჩემი აქ წამოსვლა. და ძალიან რთული არის შვილის გარეშე და ოჯახის გარეშე ყოფნა, მაგრამ ასე გამოვიდა. როცა ვეკითხები, როგორია მისთვის ამერიკა, ნინო სულ ოჯახზე ლაპარაკობს. თუ დავიწყებთ ადამიანური ურთიერთობებით, მე უფრო დავაფასე ქართული ურთიერთობები, ქართული ოჯახები. ხდებით, ანუ აქ თავარი არის ფული. აი, ჩემი პირადი გამოცდილებით, მაგალითად, ჩემი და ჩემთვის ყველაფერი არის და აქ ვინც გავიცანი დები და ძმები, მარტო ჩხუბი აქვს ფულზე, ანუ საქართველოშიც რა თქმა უნდა ხდება ეგეთი რაღაცეები, მაგრამ ჩემთვის ძალიან მიუღებელია, პირადად ჩემთვის და ამათ დედების და შვილების ურთიერთობაც არ მომწონს, როგორც ექცევიან თავის მშობლებს, ვალდებულების მოხდის მიზნით ნახულობენ მშობლებს. მე მაგალითად არ მომწონს ესეთი ურთიერთობები. ის მომწონს, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში დიდი დოზით არ ერევიან, როგორც ჩვენ ვერევით ყველა ცხოვრებაში, მაგრამ მე მაინც დავაფასე რომ მეტად ქართული ურთიერთობები და მიხარია რომ ქართველი ვარ. ნინოს შვილი ბებიასთან ერთად აქციებზე დადიოდა. მაშინაც კი, როცა პოლიცია ადამიანებს უსწორდებოდა. ნინო იძულებული იყო ამ ყველაფრისთვის შორი და ნედევნებინა თვალი. ზარების და ფულის გამოგზავნის გარდა, საზღვარგარეთიდან მეც ვერ იზამ. საბოლოოდ არ ვიცი ღირდა თუ არა ამ დღის მდგომარეობით ღირდა და თქვი კიდევაც რომ არ უნდანობ ჯერჯერობით აქ წამოსვლას, მაგრამ თქმა უნდა ეხა გულის სიღრმეში ყოველდღიურად გაქვს ადამიანს იმის ფიქრი რომ მალე დაბრუნდე შენ შვილთან, შენ ოჯახთან და რა თქმა უნდა გინდა რომ ერთად გაატაროთ ცხოვრება, ასე ვთქვათ, ისე მალე გარბის დრო, მაგრამ ქართველების ტვირთი ეს ყოფილა რომ თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ემიგრანტი არის. დაიცალა საქართველო და სანამ მთავრობა არ შეიცვლება, ნამდვილად არ მინდა ეგეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არის რეპრესიები, სადაც დასდევენ ხალხს და სცემენ და არბევენ. და საქართველოსთან რა ხმა ასოცირდება? ნინო ისეთ პასუხს მცემს, აქამდე ჯერ არავის რომ არ უთქვამს. ხმაზე არავის არ მფიქრია, მაგრამ სუნზე კი. დედაჩემსაც ვეუბნეოდი, ამას წინათ გამახსენდა, აი არ ვიცი რატო დედაჩემის მშობლების სახლში რომ მივდიოდით ხოლმე და რაღაცა არადას რო გამოვაღებდით, იქედო ჩემოდანი. და ამ ჩემოდნებიდან ერთ ჩემოდანში ჰქონდათ წამლები, ბებოს და პაპას და მეორე ჩემოდანში ჰქონდა პაპას მაკრატლები, აი რკინის მაკრატლები. ის იყო ხოლმე თმებსაჭრი და ალბათ თავის სახლობლებს არ მაგ პროფესიის არ იყო, მაგრამ გამოსდიოდა ალბათ კარგად რკინის სავარცხელი, აი ცალკბილიანი სავარცხელი და იმის სუნი მომივიდა. ნინო 33 წლისაა. მის ადგილს ამყოფელს უსაფრთხოების მიზნით უცნობს დავტოვებ. პროწეულის მარცვლები პროექტ 64-ის პოდკასტია. მე მისი ავტორი ვარ, თამუნა ჩქარეული. მადლობა რომ ხარ საუკეთესო და ყველაზე ძლიერი დედა. მადლობა რომ ყველაფერს აკეთებდი იმისთვის, რომ უდარდელი და უზრუნველი ცხოვრება გქონოდა. ამ წერილს საპატიმროდან წერს აქციაზე დაკავებული ირაკლი ქერაშვილი, დედას, ქეთინო ქვრივიშვილს, რომელიც ემიგრაციაშია. ამ პოდკასტის ბოლო ეპიზოდში მას ვესაუბრები. პოდკასტზე მუშაობდნენ რედაქტორები გიორგი გოგუა, იანა ყორბეზაშვილი. ილუსტრაციების ავტორია გვანცა კვანტალიანი. ანიმაცია შექმნა ეკაჩო კიკალიშვილმა.
ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ტატო ჯინჯიხაძეს. ციფრული პლატფორმების მენეჯერია სალომე ძნელაძე. მოგვისმინეთ Spotify-ზე, YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და ნებისმიერ პლატფორმაზე, სადაც პოდკასტებს უსმენთ. გამიზიარეთ თქვენი აზრი და მომწერეთ თუ ემიგრაციაზე საინტერესო ამბავი გაქვთ მოსაყოლი. მე ყველა გამოხმაურებას ვკითხულობ. მომავალ ეპიზოდამდე.